ჩვენ დიდ პრობლემაში ვართ. ახალი ხამაც გამომიეს გადაუბრალ. უბრალოდ ბანაკში ავდივარ. გიჟივით გამოიყურება ეს ცხოველი. ძალიან მცივა ეხა. ეს ჩვენ ვართ. შემდეგი 3 დღე ამ კონძულზე ვიქნებით ბიჭებო. გადარჩენას ვცდილობ საჭმლის, წყლის და თავშესაფრის გარეშე. ეს იქნება გადარჩენის ერთ-ერთი უმთავრესი გამოცდა. ჩემ ზუგ ჩანტაში მხოლოდ შეზღუდული რესურსები გვაქვს. ეხლა სოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გიჟურ ადგილას ვართ. პირველი დღის მთავარი პრიორიტეტი თავშესაფრის პოვნაა. გაგაჩვენებთ, რა მაქვს ზუგ ჩანტაში და ვიფიქროთ, როგორ უნდა გადავჩეთ შემდეგი 3 დღე. სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან ნერვიულობ ამაზე. კარგი, დავიწყოთ გამოკვლევა, ჰა? წავედით. მინდა ავიდე ისეთ ადგილას, საიდანაც კარგად დავინახავთ, სად შეიძლება დავბანაგდეთ, ავიშალოთ თავშესაფარი და ამოვალაგოთ ზუგ ჩანთა, მერე უკვე შეგვეძლება საკვების, წყლის და სხვა საკირო ნივთების ზებნა. ვაუ, მიხვედი, ტალღა მოდის, კაცო. ესა მთელი სანაპირო რაც გვაქვს. ეს არ იქნება საკმარისი რომ თავშესაფარი ავიშალოთ. მოგვიწევს ამ კლდოვანი კონცხიდან უკან დაბრუნება და ვცადოთ სადმე სანაპირო ვიპოვოთ. აი ამას ვეძებ. არის აქ რაიმე ბუნებრივი ნაგებობა. ასევე ვეძებ კარგ ბრტყელ ქვიშის მონაკვეთს, სადაც დღეს რამით შეგვეძლება დაძინება. ეს კარგი ადგილი იქნება ჩვენთვის რომ სახოდ ვაქციოთ. ფიქრობ სოვეთ აქ კარგი ადგილი იქნება ჩვენთვის ბიჭებო. მინდა გაჩვენოთ ბიჭებო, რა გვაქვს მომდევნო 3 დღის განმავლობაში რომ ამ კუნძულზე გადავჭეთ. პირველ რიგში ბიჭებო, აქ გვაქვს დრონი. ეს ნამდვილად არ დაგვეხმარება ჩვენი GoPro კამერებისთვის, ისინი ვერ დაგვეხმარებიან. გვაქვს ეს მაგარი ნივთი მაჩეტე. ეს ნამდვილად დაგვეხმარება მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში იმედია. გავხსნით ქოკოს ანამე მსგავს. თუ შეუძლებს ცხოველების დაჭერას, გავასუფთავებთ და ასევე დაგვეხმარება თავშესაფრის აშენებაში. აქ გვაქვს ჩვენი ნიღაბი. იმედია ეს მოგცემს საშუალებას წყლის ქვეშ ვიხილოთ. ასევე გვაქვს ჩვენი შუბი. შეხედეთ ამ იარაღს. იმედია ცოტა მოგვიანებით შევძლებთ პირდაპირ ამ კუნძულიდან ცურვას და მომდევნო რამდენიმე დღეში თევზს დავიჭერთ. ვინ იცის რა არის იქ? თევზი, ლობსტორი, გრელთევზა, ასევე გვაქვს ფოლადი და ცეცხლქვა. იმედია ცეცხლის დანთებას შევძლებთ. და ბოლოს ბიჭებო, ჩვენი ბოლო ნივთი, საფირმო Jungle Juice Quick Revive. ხოლოდ ამას წავიღებთ. როცა ამ კინაზე ბოლომდე დავეცემით, იცით რომ მას უკან დავაბრუნებთ და ხელახლა დავიბადებით. ზუგ ჩანთაში აღარაფერია დარჩენილი. ამ კონძულზე მხოლოდ გადარჩენისთვის აუცილებელი მინიმუმი გვაქვს. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე გიჟური გამოწვევა, რაც კი ოდესმე გამიკეთებია ცხოვრებაში. პირველივე დღისთვის თავშესაფარი უნდა მოვიფიქროთ. არანაირად არ ვაპირებ, რომ ღია სანაპიროზე ვიძინო აქ მომდევნო 3 დღის განმავლობაში. რა ხდება ახლა? როგორც ხედავთ, ეს წყალი შემოდის და სანაპიროზე ყველაფერს ამოაქვს. და სორია, აქ ნამდვილად არის რაღაც ოქრო ჩვენთვის, რაც შეგვიძლია გამოვიყენოთ. ნახეთ, როგორ შეგვიძლია ვიპოვოთ ის, რაც აქ ყველაფერს ამოაქვს. კარგი, შეხედეთ ამას. ალბათ შეუძლებთ ამით რაღაცის შეკვრას ან მსგავსი სტრუქტურის გაკეთებას. ცოტა მოგვიანებით ეს გამოგვადგება. გვაქვს ქოკოსი. სიტყვა სიტყვით ჩემს თავს გავა, როცა ხვალდილით გავიღვიძებ. ეს რაღაც კარგადაა მოხარშული, ვერ გამოვიყენებთ. მაგრამ თუ ქოკოს ვიპოვით, იდეალური იქნება. შეხედეთ ამას, ეს კიბორჩხალის ნაჭუჭია. ეს კარგი ნიშანია. შეიძლება მოგვიანებით კიდევ ვიპოვო ასეთი საჭმელად. ეს რა არის? კიდევ ერთი დამტრეული, ლპობადი ქოკოსი. აი ეს კი მართლა კარგი აღმოჩენა. ხოლასია. აქ წელი გორგალი თოკი გვაქვს, რამდენიმე ძაბს მოვჭრი, მოგვიანებით თავშესაფრის ასაშენებლად გამოგვადგება. ახე რამდენი წყალი აქ. ზოგჯერ ამ კონტეინერებში წყალს იპოვი, მაგრამ ეს იქ ჩანს დაბინჯურებულია. გონი ამას ნამდვილად გამოვიყენებთ. ეს დიდი რბილი ქაფის ნაკერია. ამისთვის იდეა მაქვს, მაგრამ უნდა დარჩე რომ ნახო, რას გავაკეთებ შემდეგ. კიდევ ერთი ქაფის ნაჭერი გვაქვს. ამასაც შევინახავთ. ხუმრობ, ნახე ეს პატარა სკამივითაა. ან შეიძლება მასზე საჭმელის მოვამზადოთ. პატარა ფილირების მაგიდასაც გავს. ამას ნამდვილად გამოვიყენებ რამეში. ამას ზუგ ჩანთაში ჩავდებთ. ნახე ეს. თმის სავაჭელი ვიპოვე ძმაო. კარგი ამბავი ისაა, რომ აქ არავინ მყავს შთაბეჭდილების მოსახდენად, ასე რომ ამას არ შევინახავ. აქ რაღაც ჯორდანები ყრია. ვაუ, ყველა დამპალია. ერთი პრობლემა გვაქვს ხა, ძალიან მოფლიანობთ. ბევრ აუცილებელ სითხეს შევარგავთ. ბიკებო, გერცხლის სარო ვერ ვიპოვე. არც ქოკოსი ამოვრეცხივა. საქმე კარგად არ არის. ქოკოსო, მოდი, ხო, ჯანდაბა, კარგი. ამ სანაპიროზე კარგ ქოკოსებს ვერ პოულობ, ხო? ხედავთ, აქ ქვემოთ ბევრი ნამსხვრევი არ არის, უფრო მეტია ზევით. ალბათ მხოლოდ 2-3 საათი გვაქვს, სანამ ზე ჩასვლას დაიწყებს.
საყოველთაო, თავშესაფარი უნდა მოვიფიქროთ, ბიჭებო. დავბრუნდეთ ბანაკში, წავედით. ვაუ, გარეთ ისეთი სიცხეა. ღმერთო ჩემო. აკეთი მაგარი მორი გვაქვს, ბანაკში ავიტანთ, ამას ავიტანთ ძევით. თქვათ ასე, მძიმეები არიან. აქ პატარა 40-64. კარგი, ხედავთ პირველი საძირკველი უკვე გვაქვს. უნდა დაუწმუნდეთ რომ ეს მტკიცია. კარგი, შევკარით. ეხლა კიდევ ცოტა უფრო დავამაგრებთ. უბრალოდ ქვებს ვაწყობ ქვემოთ, რომ დავამაგრო და დავწმუნდე რომ არ ჩამოიშლება. გვაქვს ჩვენი ტიპის საძირკველი. ეხლა ვფიქრდება მტკიცე განივი მორი. ის აქ უნდა მოთავსდეს. ეხლა შეგვიძლია უფრო მეტად დავაშენოთ. აქ გვაქვს ჩვენი თავშესაფრის საფუძველი. უკვე იწყებს ფორმის მიღებას. ნახე რა მაგარია. ძალიან მტკიცია, არსად არ წავა. ეხლა რაც უნდა გავაკეთოთ ესაა, რომ ყველა ის ხის ნაჭერი, რაც ამ სანაპიროზეა, გადავაწყოთ განივ მორზე, ნელ-ნელა ავაშენებთ. და ყველგან ქვიშაა. აქ ალბათ უკვე 2 საათია, რაც ამ თავშესაფარს ვაშენებთ. საკმაოდ დიდია, თავისუფლად შეიძლება შიგნით დაჯდომა, უბრალოდ ცოტა კიდე უნდა შევავსოთ. მამა, ნახე რა კარგია ეს. როგორია ხედი ჩვენ თავშესაფრიდან? არ არის ცუდი. არ მინდა აფჭიმა წამოვიდეს და მე ღიაც ისქოშ დავჭე. ასე რომ სანამ ამინდი კარგია და ენერგიაც მაქვს. მოდით ვწადოთ ეს ყველაფერი მაქსიმალურად შევავსოთ, რომ წყალგაუმტარი გავხადოს და ყველანაირით ენიანობა შევაჩეროთ. აიღეს. კარგი, ეხლა ეს თევზაობის ბადე ვიპოვე და შეიძლება გამოგვადგეს კიდეც. თავშესაფარ ზემოდან გადავაფარებ, უბრალოდ ძირში დავდებ. აქ ალბათ ჩვენი ფავი იქნება, როცა დავიძინებთ. აქ უნდა იყოს ყველაზე წყალგაუმტარი. და რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, ეს ავიღოთ აი ეს ყველაფერი. სინამდვილეში ძალიან კარგად მუშაობს. ამას შიგნით დავდებთ, სადაც ვრჩებით. და ეს თითქმის პატარა მატრასივით იმუშავებს ჩვენთვის. ეს ჩვენი სახლი იქნება მომდევნო რამდენიმე ღამით. საკმაოდ კარგად. თლიანად დაჩრდილულია, საკმაოდ კარგია. არ ვიცი რამდენად აცივდება მომდევნო რამდენიმე ღამით. ამიტომ ეს ხალიჩა შეიძლება საბრად ვაქციო. თუ წვიმა დაიწყება, სწრაფად შეგვიძლია შევავსოთ. ცოტა უფრო შორს გავისეირნოთ, მაგრამ ეხლა უნდა დავისვენო. არა ვქლაზე ამ თავშესაფარზე ენერგიის დახარჯვას, მაგრამ ენერგია აღარ მაქვს. სრულიად ამოპიტული ვარ. თავშესაფარი ნაწილობრივ ავაშენეთ. ეხლა მინდა ცალი ვიპოვო ბიჭებო, სანამ შუადღე დადგება. ხოდ რამდენიმე საათი გვაქვს სანამ მზე ჩავა, ასე რომ წავიდეთ და ვნახოთ, შევძლებთ თუ არა სიცხის პოვნას. თავშესაფრის აშენების შემდეგ ძალიან გამომშრალი ვარ. წავიდეთ ქოქოსო. ნახეთ ეს, ნახეთ ბიჭებო. რაღაც ძველი წყლის ბოთლს გავს. არ ვიცი რამდენი ხანი აქ არის, მაგრამ მინდა ვცადო. შეგიძლიათ ნახოთ როგორ იზრდება სოკო თავსახურზე, როგორ იწყებენ ბარნაკლების ზრდას. წავედი. ამაში მთელი გროვა მარილია. არა, ამას ვერ დავლევთ. ეს ფოლდ გვაუნებს და გაგვაშრობს. წავიდეთ დალეი. ქოქოსი. არაფერია. აქ უბრალოდ არაფერია, ყველაფერი ასე მკვდარია. შეხედეთ ამას, ეს ძველი ქოქოსებია. ჯანდავა, მეგონა ერთი მაინც ქონდა ბიქებო, რა ცუდია. დიდი პრობლემა აქ, ვერანაირ სიცხეს ვერ პოულობთ.
არ გონია რომ კიდე შორს წასვლა შემეძოს, უბრალოდ ენერგიას ფლანგავ. ფიქრობ ბანაკში უნდა დაუბრუნდეთ, სხვა გზა უნდა მოვიფიქროთ წყლის მოსაპოვებლად. არ ვიცი ეს როგორ უნდა მოხდეს. ეხა სულ დავიღალეთ. ქარი ძალიან გაძლიერდა. არ ვიცი ღამით რამდენად აცივდება, მაგრამ თუ ქარი არ დამიბერავს, ეს აქ ამ კუნძულზე ნამდვილი ფუფუნება იქნება. მინდა ვნახო, შევძლებთ თუ არა ცეცხლის დანთებას ღევანდელი დღის ბოლომდე და იქნებ როგორმე საჭმელიც ვიშოვოთ. თუმცა ამ ეტაპზე წყალი ნომერ პირველი პრიორიტეტია. ეხლა ავიგებ ჩვენს ზურგჩანთას და მინდა ცოტა უფრო შორს დავითხოვ კვლევა. ცოტა ადრე ერთი მცენარე დავინახე, რომელიც მგონი გამოგვადგება. აი ზუსტად ეს გვინდა აქ. ნახე, ესენი. ეს იდეალური იქნება. ეს აქ ერთ-ერთი საუკეთესო ანთების მასალაა, რაც შეიძლება იპოვო. ძალიან მსუბუქია და ნაპეწკალს მარტივად იგებს. ასე რომ ჩვენ ზურგჩანთას ამით ავავსებთ. კიდევ ერთი ბოთლის წყალი გაქვს? შეხედე რა ნიჟარები ამოსულა მასზე. მოდი ვსადოთ. ეს მარილია, იმედია მომდევნო რამდენიმე დღეში არ გავხდები ავად. კარგი, ზურგჩანთიდან მთელი ჩვენი შეშა გამოვიღე. ბევრი პატარა ხის ნაკერი შევაგროვე. ამას გამოვიყენეთ, მაგრამ ჯერ უნდა ავანთოთ ფოლადით და ცეცხოქვით. წავედით, ა? აი წავედით. კარგი ავანთეთ. კარგი ამბავისაა, რომ აქ ყველაფერი ძალიან მშრალია. ასე რომ ალბათ მხოლოდ 20-30 წუთი დავჭირდა. ცუდი ამბავისაა, რომ პირით ძალიან გამომიშრა. ჩვენი ცეცხლი ახლა ძლივს ინთება. ცოტა ჟანგბას მივაწვდი. მოდი. კარგი. ვაუ, არა GoPro იტრის. თქვენს თითქმის დაგთვათ. ეგ რაღაც უბრალოდ დაფრინდა. არ შეგვიძლია რომ ჩაქრეს. კითხვის დავკარგეთ ერთი წამით. უნდა დაუწუნდეთ რომ საწვავი არ გამოელია. ეს დღეს გამით სითბოს მომცემს. დიახ. ცეცხლს რაღაც განსაკუთრებული აქვს. თავშესაფარი გვაქვს და სითბოც. რას დღეს ღამით გადარჩენაში დაგვეხმარება. ჯერ კიდევ სასმელი და საკვები უნდა ვიპოვოთ. ველოდები მიქცევას. წყალი გადის. იქნება მიქცევის აუზებში საკვების პოვნის შანსი მოგვეცეს. ეხლა ბანაკს უკან ტოვებთ. ამ მიქსევის აუზებში საკვების საძებნელად მივდივართ. ნახავთ, შევძლებ თუ არა რაიმე საკვების პოვნას. ეხლა ყველაფერს ვეძებ, რაც კი შეიძლება ვიპოვო. შიშველი, ლოკოკინები, ჭიები, რაცაც უნდა იყოს, ყველაფერს ავიღებ. ეხლა ამ დიდ ქვებზე გადავდივარ. მგონია რომ ეს ადგილი უკეთესი იქნება. აქ, ამ ქვის გარშემო. ეს ტურბინის ნიჟარაა, შიგნით პატარა ლოკოკინაა. რამდენიმე ასეთით შეგვიძლია ავკრიფოთ. ნახე, რამდენი შეგვიძლია ავიღოთ. ახლა რამდენიმე ხამაცკა ვიპოვე. ეხლა ყველას გავხსნი. ხამანცკა დავინახე, მოდი შევჭამოთ. ნეტავ ჯერ დიდი იყოს. კარგი გავაგზავნოთ ძებნა. კარგი, კიდევ ერთი შიშველა ლოკოკინა გვაქვს. ჩადე უკანა ჯიბეში. აქვე ბოქს ოსტრიაც. გააღე. ახალი ოსტრია. მოდი ესეც შევჭამოთ. ძირითადად ნიჟარაა, მაგრამ საკმაოდ კარგია. აქ ნამდვილი მაძიებლის რეჟიმში ვართ. რასაც პოულობ, ყველაფერს ვიღებ. გვაქვს მუჭა ლოკოკინები, ოსტრიები, რომლებიც ძალიან ხრაშუნაა. ხოლო ცოტა დრო დაგვშა სანამ ზე ჰორიზონტს გადაცდება. ალბათ ხვალ უნდა დავიწყოთ უკან დაბრუნება. რაღაც კარგს ვიღებთ. არანაირად არ ვაპირებ, მხოლოდ ლოკოკინების ჭამას ამ გამოწვევის განმავლობაში. ეს არ მოხდება. შეხედე ამას, ეს მაგარია, კაცო.
ამას ბანაკში წავიღებთ. ლოკოკინებს ამ ლამაზ ნიჟარაში მოვამზადებთ. კბილი სახლია, ბავშვო, შეხედე ამას, რა კარგია და თბილი. აქვე გვაქვს მუჭა ლოკოკინები, ეხლა ცეცხლზე დავდებთ. პირდაპირ ნაკვერჩალზე შეიწვება და ეს იქნება ჩვენი პირველი დღის საჭმელი პირდაპირ ნაკვერჩალზე. ისინი პირდაპირ აქ დარჩებიან. ხვალ საღამოს ლოკოკინები გვექნება საჭმელად. რამე კარგი უნდა ვიშოვოთ. სამი დღე ლოკოკინებს ვერ შევჭამ, არ გამოვა ძმაო. ძიმე დღე იყო დღეს. პირველი, ლოკოკინები სადილად, სითხეც არ გვაქვს. სულ ცოტა, ეხლა მაინც ნახევად ნორმალური თავშესაფარი გვაქვს. მეც გამომადგებოდა სწრაფი არ დგენა, მაგრამ გონი უნდა შევინახო, არ ვიცი რა ჯანდაბა მოხდება შემდეგ დღეებში. რომ გეგზდო ამ ლოკოკინების სუნი, უბრალოდ არასწორად ყარს. შეხედე ამას, პირდაპირ ქაფდება. ეს ნორმალური ვერ იქნება. ლოკოკინები მზადა, ეხლა მივაშმევთ. ჩვენი გავედით. ჩვენი შიშველი ლოკოკინები მოვიპოვეთ. დაფა, რომელიც ცოტა ადრე ვიპოვეთ, ძალიან გამოგვადგება. ჩვენ შიშველ ლოკოკინებს იმაზე დავაწყობ, იმ საყვარელ პატარა ნიჟარასთან ერთად, რომელიც ვიპოვეთ. გავხსნით მათ. ერთი შიშველი ლოკოკინა. დავიჭირეთ, სამი შიშველი ლოკოკინა. ერთი შიშველი ლოკოკინა ცეცხლში დავკარგე. ცადე, ქვიშა გადამებერა, მაგრამ ქვიშაში შევბერე. ყველგან მხოლოდ ქვიშაა. უბრალოდ შევეგუე, რომ ქვიშასთან ერთად ვქამ. ვახშმად შიშველი ლოკოკინები გვაქვს. მოდი შევჭამოთ. გემოთი თითქოს რეზინს ღეჭავ, მაგრამ ამის გარდა გემო ცუდი არ არის. ალბათ იმიტომ, რომ საშინლად მშია. მოусმინე ამას, იმდენი ქვიშა და ნიჟარაა შეგრით, ეხლა უბრალოდ სასაცილოა, ძალიან მწყურია მშია, მაგრამ მაინც ცეცხლი და თავშესაფარი მაინც გვაქვს. იმედია მთელი ღამე თბილად ვიქნები, კარგად დავიშვენებ და ხვალ ისევ გავაგრძელებთ მეორე დღეს. მართლა არ ვიცი კიდევ რამდენ ხანს შევძვეთ რაიმე დასალევის გარეშე ყოფნას. თაუბრუს ხვევამავთ და სულ გაბრუებული ვარ. ასე რომ ხვალ ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება. რაიმე დასალევი გქირდება და უნდა ვნადიოთ, რომ უკეთესი საჭმელი მოვიპოვოთ. ეხლა ჩვენი თავშესაფარი კარგად დგას. გვაქვს კარგი ცეცხლი, რომელიც მთელი ღამე იწვება. სითბოს შეგვინარჩუნებს. იმედია კოჰოები ჩემგან შორს იქნებიან. ესაა ჩვენი ხორციანი საჭმელი ამ ღამისთვის. ხვალ დილით, მეორე დღეს. ისევ შეხვდებით, ბიჭებო. იმედია ცოტას დავიშვენებ. ეხლა ალბათ ბილის 2 საათია. ძალიან ვერ ვიძინებ, მაგრამ ტემპერატურა ძალიან დაეცა. ეხლა მართლა მცივა. ილამშვიდობისა მეგობრებო. და ქვიშა მაქვს ხეულის ყველა კუთხე კუნჭუნში. საკმაოდ გრძელი ღამე იყო მეგობრებო. ტრიალედი და ვერ ვისვენებდი. სინამდვილეში ღამის განმავლობაში საკმაოდ აცივდა. ერთი კარგი რამ იყო, რომ კოჰოები არ იყვნენ, ასე რომ რამდენიმე საათი მაინც დავიძინე. მაგრამ დილით გავიღვიძე და იმდენად გაუჩქოვანებული ვარ, რომ სხეულში სითხე აღარ მაქვს. ამ ჭუთას თავს დამჭკნარ ქლიავად გზნო, ასე რომ დღეს რამდენიმე მიზანი გვაქვს. პირველი, უნდა დავათვალიეროთ ეს სანაპირო და ვნახოთ, შევძლებთ თუ არა რაიმე სითხის პოვნას. დღეს ასევე პირდაპირ ნაპირთან ვაპირებთ ცურვას, რომ ვნახოთ, შევძლებთ თუ არა საკვების პოვნას. მაგრამ ჯერ უნდა მივიღო რაიმე სითხე. გუშინ ღამით ძალიან დიდი მიქცევა იყო, რომელმაც ოკეანიდან ბევრი ნამსხვრევი ამოიტანა. ქუა მიმართულებით წავიდეთ, სადაც ჯერ არ ყოფილვართ და დავიწყენთ კვლევას, შეიძლება წყაროს ან სანაპიროზე გამორეცხილ რამეს მივაგნოთ, მაგალითად ქოქოს, წყლის ბოთლებს ან რაიმე სითხეს, რაც არ უნდა ვიპოვოთ, ყველაფერს გამოვიყენებთ. ხედავთ, ჩვენი თავშესაფარი საკმაოდ კარგად გაძლო, ნახეთ როგორ დაიფარა ქვიშით ჩემი მატები ღამით, ეს იმიტომ რომ მთელი ღამე ვტრიალებდი. უბრალოდ თქვათ ქვიშაზე ძილი, ყველაზე კომფორტური ნამდვილად არ არის. ვიგეთ ჩვენს მაჩეტეს, მას ბანაკში ვტოვებთ. ისი კარგადაა. ნახეთ ეს, ახალი სასმელის ბოთლები გვაქვს, შეხედეთ. ეს კარგი არ არის. რა არის შიგნით?
ეს არა შეხედე ამას. ცოტა წყალია იყო, შეხედე ამას. ნახე რა ძისფერი წყალია. ო, შეხედე როგორ ხაპტება. თუ ამას დავლევ, მხოლოდ ცუდად დავხტები ძმაო და ეს სერიოზულად შეიძლება დამაზიანოს. აი ნახე ეს. გონი ერთი დავიჭირეთ. ხო, მგონი შიგნით რაღაც არის. იმედია შიგნით არის დამპალი, არ არის დამპალი. ხილი გვაქვს? ეხლა გავხსნი, გავტეხეთ. ეხლა ეს წყლის ბოთლი ვიპოვე, ხედავთ, როგორა დამწვარი სავსეა მარილით, წყლით და ნაგვით. რას ვაპირებ? უბრალოდ თავსახურს გავწმენთ. აი ესე. ამას მოვიშორებთ. ეხლა ბიკებო პრობლემა ისაა რომ მინდა ეს ყველაფერი დავლიო მაგრამ ცოტა უნდა შევინახო შემდეგისთვის თორემ სულ დავიწვევი ასე რომ ამ სითხეს გამოვტურავ აი ასე კარგი, უნდა ვცადოთ. ხმერთო ჩემო. პირი სულ გამომიშრა. ეს საოცარია. თკბილია. და ეს უბრალოდ დაუჯერებელია. სითხე გვაქვს. აი ეს არის საუზმე. ისე წყურია. მინდა ყველაფერი დავლიო, მაგრამ არ შემიძლია. უნდა შევინახო მოგვიანებისთვის. გონია რომ გვექნება შანსი პირდაპირ ამ კუნძულიდან გადავცუროთ და ვნახოთ შევძლეთ თუ არა თევზის დაჭერას იმ ხელით შუბი ბევრ თავდაჯერებულობას მაძლევს ჩვენ გვაქვს ქოქოსის სითხე, მოდი ბანაკში დაუბრუნდეთ. კარგი ბიჭებო, ქოქოს სომდი, მაგრამ ბოლოში მივედი. გონია დროა გამოვიყენოთ ჩვენი საიდუმლო იარაღი, ჯუნგლების წვენი, სწრაფი აღდგენა. იცით, ჯობს ამას დავლევ, ხელახო დავიბადები. იმედი მაქვს ეს ენერგიას მოგცემს, რომ გარეთ გავიდეთ, სანადიროდ წავიდეთ და რაიმე ცხოველი დავიჭიროთ. დავცალოთ, ურა! ჩვენ თავიდან დავიბადე. კარგი, დრო ავდგეთ ბიჭებო. ჩვენ აუცილებლად დავიჭერთ ცხოველებს. ეს ალა ჯადოსნურია კაცო. ყველამ დაწელეთ კომენტარებში, ასე ვამბობ, როცა ამას ვსვამთ. მართლა, ამან უბრალოდ გამაგვიძა. ზადვა წასასვლელად. ეს არის იარაღი რაც გვაქვს. ეს დაახლოებით $20 ხელის შუბია, დაახლოებით ასეა. ამ პატარა რეზინს უკნიდან იჭერდა წინე კაჩები. ასე ვაპირებთ ცხოველების დაჭერას. ეს რაღაც სინამდვილეში საკმაოდ მაგარია და ხედავთ უკვე დაზიანებულია, ესე რომ რაც შეგვიძლია იმას ავიღებთ, კარგი დროა გავიდეთ და სანადიროდ წავიდეთ. წავედით.
ღმერთო ჩემო, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე გიჟური ნადირობა, რაც კი ოდეს მეკონია ცხოვრებაში. და შეხედეთ ამ ცხოველს აქ. ეს არის გიგანტური ყუთის თევზი. შეხედეთ, პატარა წვერი და ულვაში აქვს ვარდისფერი. ნახეთ, რა უცნაურია ეს. მათ აქვთ ეგზოსკელეტი, რომელიც ძალიან მაგარია, მოусმინეთ ამას. ეს არის ძალიან მაგარი გარსი მათ სხეულზე. ძალიან უცნაურია. მაგრამ ხედავთ რომ ის აქ კუდთან თავდება და ეს კუდი სინამდვილეში ძალიან რბილია. ასეთი ან ცხოვრებაში არასდროს მიჭამია მსმენია, რომ ძალიან გემრიელია. რაც უნდა გააკეთო არის ის რომ მოხაშო ისინი და შემდეგ უბრალოდ გატეხო ეს გარე ეგზოსკელეტის გარსი და შეგიძლია შიგლით არსებული ხორცი შეჭამო. ფიქრობ მაგალითად ის პუდის ხორცი და მსგავსი რაღაცები. აქ ყველგან ჩვენ იქით-აქეთ გვაგდებდნენ. იქ რაღაც გიჟური ცხოველები იყვნენ. ჩვენთან დიდი ესპანური მაკრელი გამოჩნდა. რამდენიმე ლამაზი რიფის თევზიც იყო, მაგრამ საბოლოოდ ეს რაღაც შეგურჩა. მას მართლაც ყველაზე გიჟური ფერები აქვს, თითქოს იისფერია. როცა ეს დავატყი, ვერ ვიტან რომ გავსინჯო. ეს ძალიან უცნაური შესახედაობის ცხოველია. ახლა ალბათ ეს ყველაზე დიდი უნდა იყოს, რაც კი ამ სახეობის ოდესმე მინახავს. ძალიან ბედნიერი ვარ ამ წუთას. ჩვენ ხორცი გვაქვს. და აქ კუნძულზე მარტო არ ჭამან ცხეულ ქოქოსსა და შიშველ ლოკოკინებს. ეხლა მას ასე დავდებ, აქვე შეუძლია იჯდეს. ბიჭებო, ვერ აგიხსნით რა მაგარი შეგრძნებაა, როცა ცოტა ხორცი გაქვს. ვეღარ ვითმენ, როდის მოვა ეს დღის მეორე ნახევარი და მზის ჩასვლისას მოვამზადებ. მეორე დღეა და ეს შევძელით ძმაო. ეს როგორც ქვემეხია. ბუმ. მე ყუთში ვარ. აქ გიჟდები. ყველაფერი მეცემება და მეც მეწვეთება. სუნი ისედაც ცუდია. იმ jungle juice quick revive-მა ის ენერგიის ბიძგი მოგცა, რაც გაეთ გასასვლელად გვჭირდებოდა. ბიჭებო, ქვიშა ყველგან. დავგები ძალიან გაიზარდა. დაგვიმართლა რომ დროულად მოვედით. ეხლა იქ უზარმაზარი ტალღებია, მზე ოდნავ ჩასულია. ყველაფერი ძალიან კარგად გამოიყურება. დღეს მეორე დღეს მინდა ეპიკური კერძი მოვამზადო. ვფიქრობ როგორ მოვამზადო, რადგან აშკარად აქვს მაგარი გარე ნიჟარა. ალბათ უკეთესი იქნებოდა რომ საკმაოდ ბევრი სიცხე იყოს რომ იმ ნიჟარაში ან რაც არ უნდა იყოს შეაღწიოს. ეხლა ბუჩქებში ავალს დავანთებთ ცეცხლს, ბევრი შეშას შევაგროვებთ. ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო მზის ჩასვლის დროს მომზადებული კერძი საერთოდ. წავედით. ეს ყველაფერი მალე აინთება. ეს ძალიან მშრალია. ყველაფერი საკმაოდ კარგად მიდის. დღეს ქარი აგვიწია. ბიჭებო, ვაუ, ბოლო რამდენიმე დღეს სიგიჟე იყო. უბრალოდ ამ სანაპიროს ვათვალიერებ, რომ ნახო ვიპოვი თუ არა რამეს
რისი გამოყენებაც შეგვიძლია საჭმის მოსამზადებლად. ალბათ ამას გამოვიყენებთ. ო, კარგია. ამათ წყალში ჩავდებთ, რო არ დაიწვან. დავხურავთ. შეგიძლიათ ნახოთ რა შევაწყობთ. გვაქვს 4 ნაწილი და ეს სადგამი ზემოდან ცეცხლს ასე ავაწყობთ, რომ უფრო მაღლა ავიდეს. შეიძლება მოგვიწიოს ამ ნაწილების დასველება, რომ არ დაიწვას და ჩვენი თევზი კარგი გამოვა. დააფარე ზემოდან. კარგი, უკვე ცოტაოდენი სითბოა, ავიღოთ ჩვენი თევზი, შეხედე, კარგი, დავდოთ. აქვე დავდებ. ქარი სინამდვილეში ამ მიმართულებით უბერავს და სითბოს აქეთ აგდებს. ასე რომ უბრალოდ გადავწევ ჩვენს გრილს და თევზს კიდეზე დავდებ. ცეცხლს სადმე უნდა კონდეს გასასვლელი, ხო იცი? ხო, იქ ქვეშ მართლა ძალიან ცხელა. ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მეთოდია ამ თევზის მოსამზადებლად. იმედია საკმარის სითბოს მივიღებთ. მოდით შევამოთმოთო? კი. არა. ჩვენი სადგამი უბრალოდ ჩამოიშალა. განდაბა. თქვენთან მოვითხოვები თუ ვიტყვი რომ ვიცი რას ვაკეთებ ამ თევზთან. პირველად მაქვს ასეთი თევზი, არ ვიცი, ნელა და დიდხანს უნდა მოვამზადოთ თუ მაღალ ტემპერატურაზე. არანაირი წარმოდგენა არ მაქვს. ცეცხლს გველზე გადავწევთ, კარგ ნაკვეთშხებს მოვამზადებთ და დავდებთ მასზე. აგარეთ ავსტრალიური სტილით ვაკეთებ. პირდაპირ ნაკვეთშხავდე ზმაო, ასე ნელა უნდა მოიხაშოს. ხედავ, ფერის დაჭერა ყოველთვის ნამდვილი გამოცდაა. რა მოგზაურობა იყო კაცო? ის თევზის საკიდი გადარჩენის ისტორია იყო. ზოგიერთ რაღაცები არ გამოდის, მაგრამ უნდა იმპროვიზირებდე და ადაპტირდე. ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უცნაური შესახედაობის მქონე საჭმელია, რაც კი ოდესმე მიჭამია. გესმის? ეს სიგიჟეა, ეს ძალიან უცნაურია. აქ ყველაფერი აქვს, მაგალითად ესეც კი, არ ვიცი ეს რა არის, 6 კუთხა ფორმები აქვს ზედ. ნახე, ერთი მოხსენი, შეგიძლია ნახო რომ ყველა ერთნაირი ფორმისაა. ნახე, შენს გავს ერთი აქ. ეს თავსატეხივითა, სინამდვილეში შიგნით ძალიან ცხელია, რადგან ნაჭუკის გამო ხორცი თითქოს 2 თქოზეა მოხარშული. კარგი, ნახე ეს ხორცის ნატრიები როგორც ცალკდება, სინამდვილეში ძალიან კარგად გამოიყურება. მოდი დავაგემოვნოთ, კონძულზე ახალი ხორცია. ეს ალბათ ყველაზე დაუფასებელი თევზია, რაც კი ოდესმე მიკამია. ვინ იფიქრებდა რომ უთისებრი თევზი ასეთი გემრიელი იქნებოდა? ეს სიგიჟეა. და შეხედე, სულ თეთრია. ხუმრობ? მართლა? გონია ერთადერთი რაც შევცვლიდი ის იქნებოდა რომ როგორმე ვეცდეგოდი ყველა შიგნეული ამომევო. უბრალოდ იმიტომ რომ გონია როცა შიგნით ორთქლდება ცოტა უცნაური გემო აქვს. კომენტარებში მომწერეთ თუ არსებობს რაიმე გზა რომ ყველა შიგნეული ამოვიღო. გონია რომ მთლიანად დატოვება ჯობია, მაგრამ 100%-ით კიდევ გავაკეთებდი ამას. მართლა, აბსოლუტურად 100%-ით. აქ ამ კუნძულზე მგონია რომ ყველგან, სადაც არ დაწავიდე, თქვენ ყველანი ჩემთან ერთად ხართ. მართლა ძალიან მიყვარხართ. ეს საზოგადოება რაც აქ გვაქვს. Offshore Tales-ში. ამას არავინ აკეთებს ისე როგორც ჩვენ. არავინ ჭამს box fish-ს ასე მიტოვებულ სანაპიროებზე. ძალიან მიყვარხართ. და თუ არხზე ახალი ხართ, მე ვქვი Wade. ამისთვის ცხოვრობ კაცო, თავგადასავალი, გადარჩენა, კუნძულები, 64 და ლამაზი ახალი ხორცი. ახლავე მოიწონეთ და გამოიწერეთ ხალხი და კომენტარებში მომწერეთ. სცდით ამას. ვინ იფიქრებდა? ძველი მეისის 5. მართლა ბევრად უკეთესი გამოვიდა ვიდრე მე მეგონა. სავსე მუცლები, მზის ჩასვლაც გვაქვს. აი ამისთვის ვაკეთებთ ამას ბიჭებო.
არსად მირჩევნი აყოფნა. მიყვარხართ ბიჭებო. დესერტა ცოტა კოკოსი, ეს მაგიდა ძალიან გამოგოდგა. არა, ცოტა ქვიშა არ არის შიგნით. სუპტა კოკოსი, დესერტად. შეხედე იქ. არ არის ცუდი. ჯერ კიდე ძალიან მწურია, მაგრამ ამას შევინახავ. დღეს დილით რო გავიღვიძე, თითქმის საერთოდ არ ქონდა ენერგია. ვიყავი გაუცხლებული, მშიერი და უბრალოდ ძალიან დაღლილი. გიჟურია, როგორ შეიძლება რაღაცა ასე უცებ შეიცვალოს? ვიპოვეთ ის ქოქოსი, სწრაფად მოუწესრიგდით და მაშინვე წყალში ჩავედით საყვინთაოდ. ამ კუნძულებზე ძალიან ბევრს ვსწავლობ. ეს მხოლოდ გადარჩენა არ არის. ეს მიწასთან თან კავშირია და საკუთარი თავის გაგებაა, რომ ზოგჯერ შეიძლება ცხოვრებაში ყველაზე დაბალ წერტილში იყო. ბიჭებო, და სულ ცოტა დარჩა. ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს, ყველაფერი გაივლის და კარგი დროები მოდის. მართლა ძალიან მიყვარხართ ბიჭებო. თუ ვინმეს დასაუბარი დაგჭირდება, იცოდე რომ მე და ღმერთს გვიყვარხარ. მუცელი სავსე მაქვს. დღეს საღამოს თავს კარგად გზნობ ბიჭებო. ბოლო ღამე გვაქვს. მე ამას არ ველოდები. სუხელ მთელი ღამე ძალიან ციოდა და ეს პატარა ერმიტი კიბოები ყველგან დამძვრალიყვნენ ჩემზე. დღეს საღამოს ვეცდებით ამას შევებჯოლოთ, ცეცხლს დავანთებთ. იმედი მაქვს ეს ყველა კიბოს დააფრთხობს. ცოტა მეტი ალი გვექნება მზის ჩასვლისას. მეორე დღე. აქვე ვაცხობ ჩვენს კოკოს. შემწვარი კოკოსი დესერტისთვის. ვაუ, ეს ძალიან გემრიელია. აქვს ისეთი ბოლოკიანი არომატი, ძალიან გემრიელია. ხვალდილით ადრე გნახავთ მესამე და ბოლო დღეს. არ ვიცი რა მელის დღეს ღამით, მაგრამ მზად ვარ. ძმაო, უკვე ამდენად ქვიშიანი ვარ, ამდენად დამწვარი მზეზე, ამდენად მარილიანი. მაგრამ დღეს უბრალოდ ეპიკური იყო. მუცელი სავსეა, თავს კარგად გზნობ. ხვალდილით ადრე გნახავთ მესამე დღეს. დილამშვიდობისა მეგობრებო. და მესამე დღეს მზის შუქიც გვაქვს. ძმაო, ეს დაუჯერებელია. მზე რა კარგია. სინამდვილეში წუხელ ღამის შუაში ძალიან აცივდა. ეს მზე საოცრად სასიამოვნოა. ყველგან ქვიშაა. შენ შესანიშნავი თავშესაფარი იყავი, მაგრამ დროა დავასრულო. 3 დღე ამ კუნძულზე, ამ თავშესაფარში. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, გთხოვთ მხარი დამიჭირეთ, მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი და შემდეგ ველურ თავგადასავალში ისევ გნახავთ მეტი ვიდეო აქვს. ჩიჰუ!